პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას გამოკვლევებზე სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. პენიტენციური სამსახურის დირექტორის გიორგი პატარიძის ინფორმაციით, დაკავებულ ოპოზიციონერს ვივამეთში დაახლოებით 2 დღის ვადაში გადაიყვანენ. ჩვენ თანახმობთ, რომ მჟავდებული ხოშტარია გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამედი, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება. ჩვენ ასევე აღნიშნავთ ამ დღეების განმავლობაში, რომ სწორედ დაინტერესებულ მხარეს მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მას ასე ვთქვათ ეჭვქონდა კონკრეტულ დაავადებაზე და ჩვენ განვაცხადეს ეს არაერთგზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარებული კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუფიქსირდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 5 საათიანი შეხვედრა, რომელშიც პენიტენციური სამსახურის დირექტორი გიორგი პატარიძე და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთმელიძე, ასევე ელენე ხოშტარიას ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე მონაწილეობდნენ. ერთი დაავადება გამოირიცხაო გიორგი პატარიძემ. არა წეხან, არამედ ეს გამოირიცხა უკვე მაშინვე, როგორც კი ჩვენს მიერ ნანახი იქნა საკროილეიტის, ანუ გავათეძო სახსრის ანთება, ანუ MRT კვლევაზე, მაშინვე შეწყდა საუბარი ყოველ შემთხვევაში ჩვენს მიერ, ექიმების მიერ რევმატოიდულ ართრიტზე, იმიტომ რომ საკროილეიტი ნიშნავს იმას, რომ პაციენტს არ აქვს რევმატოიდული ართრიტი. მით უმეტეს ლაბორატორიული მონაცემებით არ დასტურდებოდა რევმატოიდული ართრიტის არსებობა. ეს ჩვენთვის ნათელი იყო პირველივე დღიდან. აქ ვთქვათ საკამათო არაფერი არ ყოფილა. აქ არის საუბარი საკროილეიტზე, შესაბამისად ანკილოზირებელ სპონდილო ართრიტზე, მაგრამ კურნალობა მხოლოდ კიდევ ვიმეორებ დაიწყება იმის შემდგომ, რაც გაკეთდება სრული კვლევა. პენიტენციურ სამსახურში შეხვედრის პარალელურად ადგილზე შეკრებილები იყვნენ ელენე ხოშტარიას თანამებრძოლები და მოქალაქეები, რომლებიც მისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ. შეხვედრამდე ექიმებმა მაკა იოსელიანმა, ანი ქავთარაძემ და ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ ელენე ხოშტარია ციხეში მოინახულეს. პოლიტიკოს კვლავ ძლიერი ტკივილები აქვს, რის გამოც გადაადგილება უჭირს. ვივამედი იქნება ლოკაცია, სადაც ელენე მოთავსდება, ანუ კლინიკას გულისხმობ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. ყველა სხვა დანარჩენ საკითხში ჩვენ გვაქვს თავისუფლება, როგორც ექიმების ჩართულობის, ასევე კვლევების წარმოების ნაწილში, როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული. შესაბამისად, ელენეს კურნალი ექიმების გადასაწყვეტი იქნება, სად და როგორ ჩაუტარდება ეს კვლევები და ეს ყველაფერი კი ბატონო, კვლევა თუ იქნება ჩასატარებელი, ეს უზრუნველყოფილი იქნება პენიტენციური სამსახურის მიერ. ვიდრე ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ პარტია დროამ, ციხიდან ელენე ხოშტარიას სატელეფონო ზარი გაავრცელა. დაკავებულმა ოპოზიციონერმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე კოდში ბიძინათთან დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული. არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ისინი მე დამინახავენ მსხვერპლის როლში. არ არსებობს ვერც მოგონილ კამერაში, ვერაფერში ვერ დამინახავენ. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი. ამასაც ავიტან და უარესაც ავიტან. აუტანელი არის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე. უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ ჩვენ. მაგრამ შეხედეთ მეორე მხრიდან, რეების კეთება უწევთ იმისთვის, რომ რაღაცა შემოატრიალონ სათავისო სიტუაცია და არაფერი არ გამოსდით. არაფერი. ამით არის რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემზე მართლა არ ნერვიულობ, საერთოდ არ მადარდებს რაც გადაწყვეტენ. ვერაფერს ვერ დამაკლებენ აბსოლუტურად. ზუშენი იყო და ტელევიზიებია და უნდა დავიცვათ, მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ, უნდა დავაგრძელოთ ერთმანეთის გვერდში დგომით. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გაკეთდა ქართულ ოცნებაში. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არასწორია. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა პატიმრის უფასო სამედიცინო მკურნალობას სრულად უზრუნველყოფს. მე მგონი მთლიან პროცესი ძალიან გამჭოლად მიდის, რამდენიც შეიძლება იყოს, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხედავთ რომ პენიტენციური სამსახური ჩართული არის, მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, არამედ
ქალბატონ ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლიათ მისი მონახულება. როგორ რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზირება არაფერს არ მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანი, ასე რომ თუ კი ვინმე გულშემატკივრობს ელინე ხოშტარიას ჯანმრთელობას, თავარი აქვს სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ელენე ხოშტარიას გავარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 17 ივნის გახდა ცნობილი. ოპოზიციონერ პოლიტიკოს კალაძის საარჩევნო ბანერზე სტუდენტ მეგიდია სამეძის სოლიდარობის ნიშნად წარწერის გაკეთების გამო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 მარტს მიესაჯა. განაჩენით ხოშტარიამ პენიტენციური დაწესებულება 2027 წლის მარტში უნდა დატოვოს.